ჩვენი საზოგადოება ცხოველური პროტეინის ალტერნატიულ საკვებ პროდუქტს ეძებს. საინტერესოა, რამდენად გამოდგება ამისთვის წყალმცენარე. დანიაში რეგიონებს შორის თანამშრომლობაზე გათვლილი ევროპული პროექტის ალგი ფუდის მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ გამოდგება. წყალმცენარე მწვანე ოქროდ არის აღიარებული. სწორედ ახლა არის შესაფერი სიდრო, რათა თევზისა და საქონლის ხორცის წარმოებიდან გადავიდეთ რაღაც ახალზე, რომელსაც უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ნაკლებად ცხიმიანია და რომლის წარმოების დროსაც ნაკლები ნახშირბადი გაიფრქვევა გარემოში. Offer higher nutritional values, low fat, and also lower carbon footprint when it comes to production. მაცი დანიაში საკვებად ვარგისი წყალმცენარეების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მისი ფერმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ კერტემინეს სანაპირო ზოლში მდებარეობს. ამ ფერმაში ორი სახეობის ვარსკვლავისებრი წყალმცენარე მოჰყავთ: პალმარია პალმატა და საქარინა ლატისიმა, რომლებიც იაპონური სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტებია. ამ მცენარეების სპორები წყალში გაჭიმულ თოკებში შეჰყავთ და ამაგრებენ ისე, რომ წელიწადში ერთზე მეტი მოსავალი მიიღონ, თანაც ეკოლოგიური გზით. მე შემიძლია, რომ ერთი მცენარისგან რამდენჯერმე ავიღო მოსავალი, შესაძლოა 3, 4 ან 5 წლის განმავლობაშიც. ამ მეთოდით ნაკლები სამეურნეო მასალა იხარჯება, რადგან შეგიძლია ერთი თოკი, მაგალითად 5 წელი გქონდეს. დაახლოებით 300-400 ტონა საქარინას წარმოება შემიძლია. ეს ახალი პროდუქტია და საჭიროა, რომ მთლიანი ღირებულება და ჯაჭვი შევკრათ, სანამ წარმოებას გავაფართოებთ. ამ პროექტის კიდევ ერთი მიზანია ცნობადობის ამაღლება წყალმცენარის საკვებად გამოყენების შესახებ. კვლევრები და სტუდენტები სამზარეულოს წიგნზე მუშაობენ, რომელშიც 4 საშუალო სკოლაა ჩართული, მათ შორის კუნძულ ლანგელანის სკოლა-ინტერნატიც. ამ წყალმცენარეს ზღვის ბეკონს უწოდებენ და ის უამრავ პროტეინს შეიცავს. შეგიძლია მისი ბეკონის ნაცვლად მიღება. იგი უფრო ეკოლოგიურია და უფრო ჯანსაღიც. ამიტომაც საგანმანათლებლო ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია. ისინი მომავალი მომხმარებლები არიან. პროექტ ალგი ფუდში ორი ქვეყანა მონაწილეობს: დანია და გერმანია. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1,900,000 ევროა, რომლის 65%-საც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკა აფინანსებს. ამ სტუდენტებმა და სკოლის შემგზავრებულმა წყალმცენარეებისაგან კერძი მოამზადეს. ეს პირველი მცდელობა იყო რეიჰანესთვის. ეს მცენარე ცოტა წელვადი და ხრაშუნაა. ამ პროდუქტს ხშირად არ ვჭამ და არც სკოლის მენიუში შედის. ის მართლაც უნიკალურია. უკვე ვიცი, რომ წყალმცენარე 10-ჯერ მეტ მინერალს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ბოსტნეული. ეს კი ძალიან კარგია. ამის მერე ალბათ უფრო ხშირად შევჭამ წყალმცენარეს.